Rúsima aktív na gałarcsiótó, és lúgyi formátján volt ársépszunda miakciót gazdába, ikba barzakebze, citeli zoliekten, szerű zúgze, citeli formitávi Abramisvili. როგორც უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა, ორივე პირველად გახდება საქართველოს ჩემპიონი, თუმცა ასაკობრივებში არიან კი ქვეყნის პირველობის გამარჯვებულები. Iki არის შესული ხა აბრამიშვილი და კარგი შანსი აქვს, რომ აქედან ჩოგჯანში გამოგადაიყვანოს მეტოქე, ამას როგორც ჩანს მოლარა წამოუდგა მარგიშვილი, შემდეგ თავად დაიღო მეტოქის ფეხი და თუმცა საბოლოო ზემოდან არის მაინც აბრამიშვილი, თუმცა დაიღო. შემოუარა და დაიყვანა. დაატრიალა მონაკვეთი იყო და შემდეგ 4-0. კიდევ ერთი დატრიალება 6-0. აბრამიშვილი ეწუცა და 13 წამში მან საგზნობი იგია და მოიპოვა. ამ წონაშიც არ ეყავს უძლიერესი სოლომონ მანაშვილი, შავშანბელი საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. აქედან ალბათ არაფერი არ გამოაცხადა, ხანში წამოაყენებს საჯი. ჯერჯერობით ჩანს ინარჩუნებს მარგიშვილი და საჯი სწორედ ამიტომ არ აჩერებს შეხვედრას. გადაიყვანა პრაქტიკულად ფეხი არ ჩაჭედილი აქვს მისი ფეხი აბრამიშვილს. აქ ახლა ისევ აბრამიშვილი მოექცევა უბოდან. ვისნორი და ბალიში შემოვარდნილია ლუჯი ქარელელების 10-0, მაგრამ აქ პროტესტი განაცხადეს. მართალი გითხრათ ვერ მივაქციე ყურადღება რაზე. მარგიშვილს ექიმის დახმარება სჭირდება. ეს ის გაჭიანურებული ეპიზოდი, როდესაც მარგიშვილი არ ანებებდა თავს აი ამ ფეხის გათავისუფლებას, თუმცა ჯობდა ის თავის დროზევე დაენებებინა თავი. აი აქ ახლა გაუხსნა ხელი აბრამიშვილმა, წამოუდგა და უკვე თვითონ გადაიყვანა დაბლა. აქ 1-2 ქულა მიიღო, ანუ 4 და ორქულიანი იყო ამ შეხვედრაში. მესამე გრძელდება ეპიზოდი, არჩევენ ჯერ კიდევ საჯები, საკმაოდ აქტიურადაც თათბირობენ ერთმანეთში. ნახოთ, იმედია მალევე დაასრულებენ და ჩვენც ეხლა გამეორება დამთავრდა, ხა თქვენ პირდაპირ ლეიბზე მიმდინარე მოვლენებს ხედავთ, და სწორედ ეს ამ საჯები, რომლებიც ეკრანთან თათბირობენ.
ხედავთ რომ ხო, ნუ აქ თუ აბრამიშვილმა მოიგო ძნელი გამოსაცნობი იქნება. 4 ქალაქი იქნება ორი ოქროს მედლით, ამბროლაოვი, საჩხერე, თბილისი და ყვარელი. არ გამოიცხული თბილისმა მოიგო საერთოდ გუნდური თავისუფალ ჭიდაობაში, ან ამბროლაოვმა, ან გორმა გულს აქვს 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯა. ჩვეულოდ გაიწელა ჩვენი შეხვედრა, თუმცა დაამთავრეს უკვე მსაჯებმა განხილვა და ალბათ თავის გადაწყვეტილებას გამცნობენ. შეგახსენებთ, რომ აქ ქარელელებმა შემოაგდეს ჩელენჯი. უბრუნებენ მათ თავიანთ ჩელენჯს, ანუ გამართდა და რამდენი ხულა დაგრდება ხა აბრამიშვილს ამაში ესა. აქ ეს ორი ქულა, ორი ქულა მისცეს აბრამიშვილს, მარგიშვილს. მეტი არაფერია, იბადო, თითოეული ცა- ბრძოლა გრძელდება. თუმცა ჩოლჯენშიც ჩადის მარგიშვილი. აქაც ერთი დატრიალება სჭირდება აბრამიშვილს წმინდა მოგებამდე. ეს ყველაფერი ხდება პირველ პერიოდში დაატრიალა ეს ერთიც მოიგო და შეხვედრაც შეწყდა. პირველად ვილზე გავიდა ალექსანდრე აბრამიშვილი, მეორეზე ანდრო მარგიშვილი, მესამეზე ლევან ბაზაძე, საჩხერე და მამუკა კორძაია აჭარი. ეხლა შეგვიძლია შევაჯამოთ. რაღაც იტკინა აქ ანდრო მარგიშვილმა. წეღანაც მიიღო მაგან ტრავმა. მეორე ახალი ჩემპიონი ყავდა სულ, ანუ 27 ქალაქი იყო, ჭიდაობდა ფინალურ ბლოკში. აქედან მედლები აქვს 24 ქალაქს. ფინალებში 17 ქალაქს ჰქონდა წარმომადგენლობა და ჩემპიონი ყავს 11-ს. მედლები შეთქვა აჭარა ჯამურად თვითყვი 5 ვერცხლი, 5 ოქრო, 6 ვერცხლი, 8 ბრინჯაო. შემდეგ მედლების ჩათვლაში